სერჟანტთა მომზადების სკოლას კი ახალი ხელმძღვანელი ყავს. სკოლის მეთაურობის გადაბარების ცერემონია საგურამოს სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის მინისტრმა გახსნა. სერჟანტთა სასწავლებელს დღეიდან მაიორი ლაშა დავითაძე ხელმძღვანელებს, რომელმაც მაიორი ზურაბ ხვიჩია ჩაანაცვლა. ცერემონიას ირაკლი ალასანიასთან ერთად გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს გორში ჩამოყალიბდა. 2005 წლიდან იგი ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანის დაექვემდებარა. ამჟამად კი სკოლა გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება. დღეს მომზადების კურსი, თავად ხარისხი მომზადების ჩვენი სერჟანტების არის ერთ-ერთი უმაღლესი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ესეთი კარგად გაწვრთნილი ჯარი გვყავს და ესეთ ნატოსთან თავსებადი ჯარი გვყავს ჩვენ, რომლებიც ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას ავღანეთში. ჩვენ დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადაგვყავს სერჟანტთა მომზადების სკოლა კოჯრის დაბა კოჯორში ბაზაზე, მზადდება ინფრასტრუქტურა და მთლიანად ყველა კომპონენტი სერჟანტთა მომზადების სკოლის, ისევე როგორც გვაქვს თელავში, გადმოვა უკვე იქნება კოჯორში კონცენტრირებული, შეექმნებათ სპეციალური სტატების ხარისხი. ყველაზე მთავარი პასუხისმგებლობა ამ თანამდებობაში არის, რომ სერჟანტთა მომზადების სკოლის მეთაური ხარ. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მომზადოს სერჟანტთა კორპუსი. ეს გულისხმობს ყველა დონეს, დაწყებული ათეულის დონიდან 20-ეულის და დამთავრებული სტრატეგიული ტაქტიკური დონეებით. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სერჟანტები არიან ის რგოლი, რომლებიც უშუალოდ მართავენ ამ პირად შემადგენლობას ბრძოლის ველზე.